მოგესალმებით გარშას ულამაზესი უდაბნოდან აქეთ თვარე გვინათებს უკვე მოსაღამოვდა ულამაზესი ამინდი არის გარშას უდაბნოში ყველა ამინდი ლამაზი არის ყველა ამინდს თავისებური სილამაზე გააჩნია როგორც ყველა ადამიანს. ეს საკამათო საკითხი ახლა ადამიანის სიკარგეზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობთ ისეთ ისტორიაში, ვიცნობთ ისეთ პიროვნებებს, რომლებიც არ ვიცი ხა თემურლენგზე როგორ შეიძლება თქვა რაღაცა კარგი ქონდა აგვანადგურა. თემურლენგი არ ვიცი ჯალალედინი უღა თურქი და ასე შემდეგ აგვაუხრეს. შემთხვევით არ ვახსენე თემურლენგი და მისი მსგავსნი. მე მინდა საკმაოდ საჭირო საკითხს შევეხო. ამ ესე იგი სამშენებლო კომპანია, არაბულ სამშენებლო კომპანიას არაბიზაციას არ ვიტყოდი, იმიტომ რომ ხა ცოტა ისე ჟღერს რაღაც. არა პროფესიონალურად არაბიზაცია აგერ ცდილობდნენ და ვერ გაგვათათრეს საუკუნეების მანძილზე. თუმცა როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ეხლა სხვა დრო არის და გონებით უნდა დაუპირისპიროთ, იმიტომ რომ ეს ხალხი აღარ მოდის, აი როგორც ილია ჭავჭავაძემ წინასწარმეტყველი ფაქტურად წინასწარმეტყველიც გამოდის, რომ მოვამტერი ცოდნით შეიარაღებული და ბიზნეს გეგმებით და მას თუ არ დაუპირისპიროთ ჩვენ ცოდნა და ამ ბიზნესის და ამ იურიდიული საკითხების ცოდნა, მოგეხსენებათ ილია ჭავჭავაძე იურისტი იყო, იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგში. თუ არ დაუპირისპიროთ, ანუ იგივე, ხმლით ხო საერთოდ ხმალზე ლაპარაკი ზედმეტია ხო ახლა. რა ხმალზე არის ლაპარაკი, როცა საერთოდ შეიარაღება ყავს თუ არა. ყავს რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა მათ ნამდვილად ვერ გაუწევს კონკურენციას ხო ჩვენი რეგულარული ჯარი. ანუ შესაბამისად უნდა დაუპირისპიროთ ცოდნა. ცოდნა და ღირსება. ძალა და ღირსება, როგორც აიჩემ. Facebook-ი არა, YouTube არხს ქვია. ძალა და ღირსება უნდა დაუპირისპიროთ და ცოდნა. ღირსებაში ცოდნა იგულისხმება, იმიტომ რომ შეუძლებელია გაუნათლებელი ბნელი ადამიანი იყოს ღირსეული. ადამიანი რომელსაც არ იცის თეთრის და შავის გარჩევა, ვერასოდეს ვერ იქნება ხო ღირსეული, გამორიცხული. შეიძლება რაღაც ცხოველური ინსტინქტების დონეზე ხარ, როგორც აი ცხოველი ციცავს თავის ბუნაკს, რაღაცა ისეთი განახორციელებს, მაგრამ იმის იქით ვერ წავა ხო მისი ქმედებები და ღირსება. ხო რა, ლამაზიც არის, საოცარი. გარეს ჩამართლაც ამოუწურავი სილამაზე და იდუმალება. ხო და რა, ჩემი პოზიცია მინდა ახლა მე ძალიან ღრმად და რაღაცა ესეთ იურიდიულად ვერ გავარჩევ ამ საკითხს, არა მაქვს შესაბამისი განათლება. უბრალოდ მე სხვანაირად უყურებ. რა თქმა უნდა, არ არის კარგი, როდესაც ისედაც ამ ფონზე რომ ამდენი უცხო ეთნიკური ჯგუფის შემოიჭრა და არ ვიცი, გაივსო ქალაქის და ქვეყანაც კიდე რაღაცა თან ისეთი ქვეყნის კომპანია, რომელიც მართლა გასაგებია ხა აქ იმაზე არის საუბარი რაღაცა რასიზმზე არის საუბარი, არაბებშიც არის კარგი და რა ვიცი ავიცენა ყავდათ და სხვადასხვა იბნ რუშტი და
რამოდენიმე ფილოსოფოსების ყავდათ მოკლედ. დიდი ფილოსოფოსები მაგაზე არის ლაპარაკი. უბრალოდ ერი რომელიც გვაოხრებდა და გაგვანადგურა, შემოდის ახლა და სახლების აშენება უნდა, ხო? რა თქმა უნდა არის სასიამოვნო. არ არის ნამდვილად ახლა სიღრმეებში არ წავალ, მაგრამ აი ვაჟაფშაველას სიტყვებს მოვიშველიებ. ეს რა თქმა უნდა ძალიან ძიმე არის და ცალსახად არასასიამოვნო არის, მაგრამ უფრო მე არასასიამოვნო რაღაცებიც ხდება სამწუხაროდ ჩვენს თავს. ის რომ მაგალითად გამრავლება შევწყვიტეთ. თვით ჩვენმა პრემიერმაც კი გაუსვა ხაზი ამ პრობლემას, არ ვიცი ახლა რამდენად აწუხებს, მაგრამ ნუ ფაქტია, იმდენად ესე იგი ეს საკითხი იმდენად მწვავე არის უკვე და ეგზისტენციალური, რომ ხალხი რომელსაც რაღაცა ეროვნული საკითხები ნაკლებად აინტერესებს, ისინიც კი აღნიშნავენ და წუხან. ნუ წარმოიდგინეთ რა სავალალო მდგომარეობა, ხო? ამ ხრივ. ამის მიზეზი ძალიან ბევრი რაღაცა არის. მე შემებურად ავხსნი ახლა ამ მიზეზებს თუ რატომ შევწყვიტეთ გამრავლება. ნუ მთავარი ყველას გვესმის რომ ეს იდეოლოგიური საკითხი არის და იყო პერიოდები რომ გვაოხრებდნენ და ხალხი მიწაში ცხოვრობდა და ანუ იმ არგუმენტის რომ ხალხს უჭირსო, ნუ ეს აბსურდი არის. ანუ მენტალური ცვლილება განიცადა ერმა. აქ მენტალური ცვლილებაზეა საუბარი, თორე აგერ ცხონებული ბებია ჩემის იმას იხსენებდა რომ კარების კი ხალიჩა ჩამოვაფარეთო, კარები არ ქონდა წარმოიდგინეთ და ორი თებში და ორი ჩანგალი და კოვზი ქონდაო. და ასე დაიწყეს ცხოვრება. ახლა ვეღაცას რო ესეთი პირობები შესთავაზო, ნუ რაღაცა თელ მას მოფენს, რა ქვია, პოპულარული გახდები, ანუ ნეგატიური გაგებით, რომ აი ნახეთ ვეღაცა ტიპმა ესეთი ვეღაცა ბიჭმა ასეთ წინადადება შემოთავაზა, რომ აი ესეთ პირობებში მეცხოვრ. ნუ მენტალური ცვლილება არის. ანუ ადამიანს უნდა გქონდეს ახლა აი მანქანა ჩვეულებრივი ავტომობილი არა. რაღაცა მაგალითად ახალი რა თუ სულ ახალი იქნება ხო კარგი, მაგრამ რაღაცა კრიტერიუმები ანუ სტანდარტებში უნდა ჯდებოდეს ეს ავტომობილი. ბინა უნდა ქონდეს გარემონტებული, აუცილებლად გარემონტებული, ლამაზად მოწყობილი ბინა. ნუ იქ სარეცხის მანქანა ეს ყველაფერი უნდა ქონდეს. და მხოლოდ შემდეგ უნდა მოიყვანოს, ესე იგი ცოლი ადამიანმა. ეს სტანდარტები ნელ-ნელა შემოვიდა. მასმედია, შემდეგ სოციალური პლატფორმები, გაჩვენებდნენ რომ აი ესე ცხოვრობს ხალხი და შვილი რომელ სკოლაში მიიყვანოს და ესე იგი რომელ ბაღში და ოჯახის ექიმი და ნუ ეს ყველაფერი ნელ-ნელა შემოვიდა რომ ეს ყველაფერი უნდა ქონდეს. ეს ყველაფერი ფუფუნება კი არ არის. ჩვენს ბავშვობაშიც იყო ეგ რა თქმა უნდა უყურებით ტელევიზორს, მაგრამ ასეთი განცდა ქონდა რომ ეს ყველაფერი სხვისთვის იყო შენ იმ სტანდარტს არ განიხილავდი როგორც ასე თქვა საკუთარ სტანდარტს რა. რა ახლა უკვე ისე დადგა საკითხი რომ ეს სტანდარტი უშუალოდ შენ გეხება. უშუალოდ ანუ შენ მოგეთხოვება ამ სტანდარტის შესრულება, ეს ნორმატივი უნდა შეასრულო. და როგორც აი სამხედროს სპეცნაში 2010 წელს ვიყავი მოსინჯე ძალები და იქ რაღაც ისინი იყო ნორმატივები, რომლის ესე იგი შესრულების გარეშე არ გიხებდნენ. ნუ ასე არის ახლა რა. თუ ეს ამ ნორმატივებს ესე იგი ვერ ჩააბარა, ცოლს ვერ მოიყვან. ნუ მარტო კაცი არ არის, იმ ქალებს, იმ გოგონებსაც, გოგონებისგან მოდის ეს სტანდარტი. თუმცა უნდა აღვნიშნო ახლა აქვე ისიც უნდა დავამატო, რომ მარტო ქალების ბრალი არ არის, რა თქმა უნდა, ქალები არ ითხოვენ, რომ აი გინდა თუ არა ახლა ესეთი პირობები. თვითონ მამაკაცს აქვს უკვე ეს, რომ როგორ მე ხარ, როგორ მეკადრება ესეთ მაშინ მოვიყვანო ცოლი. ყველაფერი უნდა მოვაწყო. ჯერ ქალებს ჰქონდათ ეს სტანდარტი, მაინც ქალისთვის ახლა ბუნებრივია, ნუ ქალი მოწყობილია ესეთი ორგანიზმი აქვს, აგებულება, რომ ნუ სულობა უნდა გაიაროს და კომფორტული პირის სჭირდება გარემო. თუმცა როგორც აღნიშნე, აგერ ბებია ჩემი
ესეთ პირობებში გათხოვდათ, 5 შვილი გააჩინა. ერთი ზურგზე ყავდა აკიდებული, თან ისე აკეთებდა საქმეებს, ხო? ხო და ნუ ახლა ეს ამას ვერ მოვთხოვთ, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ. ისე არ გაიგოთ ახლა ბიაჩემს ახსენა. ზოგმა შეიძლება ისე გაიგოს, პაპა ჩემი ხართეზოზე იწვა, რას ლაპარაკო? ნუ დეს ანუ იმაზე მეც თუ არა ნაკლებს რამდილად არ მუშაობდა, ხო? ავიდო და დილით და საღამოც მახსოვს. მე რო პატარა ვიყავი, ჯერ კიდე არა უშავდათ. ძალიან ახალგაზრდები არ იყვნენ, მაგრამ ნუ ეს მოხუცებიც არ იყვნენ და პაპა ჩემი მახსოვს, რომ გავიდო და დილით საღამოთი შემოდიოდა, სახლში არ მახსოვს. ხო, მოკლედ ეს პატარა ეს განმარტება რომ ისე არ მიიღო. ხო და რას მოვაყოლა? ნუ ესეთი სტანდარტები, ესეთი მოცემულობა არის, ნუ ესეთი სტანდარტები დაგვიდგა უკვე. მერე უარესი, ამაზე უარესიც არის, სტანდარტი ეგ არაფერი. თქვათ შექმნეს ოჯახი. დაუშვა მწვალებით რაღაცა მოკლედ, ეს მანქანაც იყიდა. უკვე ოღონდ სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ყველაფერს შეაგროვებენ. რომ მოიმარაგებენ უკვე ასე ამ ნორმატივებს რომ ჩააბარებენ უკვე ისეთ ასაკში არიან რომ ზოგი ბევრი ვიცი რომ შვილი აღარც აყავთ მერე უკვე დაბერებულები არიან უკვე რა ესეთი სიტუაციაც არის მაგრამ თქვა ახალგაზრდები არის დაუშვა არის რომ რაღაცას ახლობელი ყავს ან ადრეულ ასაკში მიაღწია წარმატებას ადამიანმა რა ხდება აქ? აქ სხვა ნიუანსი, აქ უკვე სხვა ხაფანგია დაგებული, რომ ანუ ერთი გააჩინა, აი ორის გაჩენა უკვე ისეთი არის, რომ აი სვეტსკი აღარ ახარ, ორი თუ გააჩინა უკვე ყველაზე არ ვიძახი, მაგრამ 90 თუ მეტი არა პროცენტი ესე აზროვნებს, რომ ანუ სამი თუ გააჩინა უკვე დაგოჭა. აი ერთ მაგალითს მოვიხმობ არ მეყვარს ახლა ზეპირად ლაპარაკი რა არა. გომბორში ესე თელავიდან მოვდივარ თბილისის მიმართულებით და გავჩერდი რაღაც გომბორში რაღაცები ხო იყიდება გომბორში გზის პირას იყიდებოდა რა ვიცი რაღაც ჩურჩხელა ვაშლი ისა გავჩერდი და მაინტერესდა რაღაც წიდვა მინდა. ხო და ერთი ქართველი ქალი იყო გამოველაპარაკე და მეთქი აქ თუ არ ვწდები ხევსურები და ფშავლები ცხოვრობთ მეთქი და ამ გარმა ესე შემოხედა მაგრამ ხევსურების და ფშავლების რა გითხრაო მაგრამ ყიზილბაშები კი ცხოვრობენ ბუბლომა თუ ნახევარი არ მომეწონა ძალიან არ მომეწონა ჯერ ეს ახლა და რეალობა ესეთი რომ ჩვენთან ცხოვრობს ხო ეს ხალხი აზერბაიჯანელებს საუბარი და რატომ ეთქოს გამიკვირდა იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ იქ მაგ ადგილებში ისტორიულად გადმოასახლეს ხევსურები და მაინც მთიანი არის ფშავლები გადმოვიდნენ და არა ვაი აღარ მახსოვს და 20-30 წლის წინ ერთი ოჯახი ჩამოვიდა აზერბაიჯანელების და ისე მრავლდებიან ღორებივით დედა ღორებივით გოჭავენ ასე მოიხსენია ხო და ნუ მე როგორც პირდაპირ ადამიანი იქვე რა თქმა უნდა ამ ქალბატონს გავეცი საკადრისი პასუხი და ძალიან კაცრად იმიტომ რომ ძულს ესეთი მიდგომა საკითხისადმი აგერ გარჯის მონასტერში დასაფლავებულია გიორგი მე-12-ის მეუღლე ქეთევან ანდრონიკაშვილი რომელმაც 28 წლის ასაკამდე 12 შვილი გააჩინა 28 წლის ასაკამდე ადრეულ ასაკში გარდაიცვალა სამწუხაროდ ხო და ნუ რა გამოდის ახლა ესე იგი ეს ხალხიც ხრაზმა ხერხეულიძის დედა ეს არის დედა ღორები იყვნენ ყველა ხო და ეს არის მე ახლა ჩემი ბოდიში მომითხოვე მაგრამ მსგავსი ტიპის ქალებს ბოზებთან ვათანაბრ ეს ბოზური მენტალიტეტი არის ანუ თვითონ ხო არა ჩვენს და სხვასაც ანუ მისეთნაირად აყენებს საკითხს რომ სხვაც სამარცხვინო გახადოს ესე იგი მრავალშვილიანობა და კი ბატონო არ ვიცი ვისაც გინდა ეწყინოს მაგრამ მსგავსი ტიპის ქალი რო ასე იტყვის ესე იგი მრავალშვილიან დედაზე რომ დაგოჭაო ის ბოზი არის ფიზიკურად არ ვიძახი მენტალურად
ოღონდ უმეტესობა ასეთი მენტალიტეტის ქალების უმეტესობა ბოზი არის. ანუ ფულზე შეიძლება არ ყიდის ხეულს, მაგრამ შანსს არ გაუშვებს, რომ მათ რაღაცასთან გადაკოტრიალდეს. პირადი ასე ვთქვათ ასეთ ქალებთან არის არ გამიგონა. ქალებთან ქონდა ესეთი ძალიან ჩემი ბარი კაუნტი როგორც მოდი ინგლისურს ტერმინი სიტყვია ასეთი ის არ არის დიდარი რომ რაღაცა ის მაგრამ უბრალოდ ცოდნის დონეზე მსგავსი ტიპის ქალებს ვისაც ვიცნობ მაინც და მაინც დიდად პატიოსნების განსახიერებები არ არის სამწუხაროდ და უფრო სამწუხარო ის არის ჯანდაბას უფრო სამწუხარო ის არის რომ ეს მენტალიტეტი არის უკვე რაღაც ესეც რაღაც ნორმატივით გახდა და ვიცნობ ძალიან ბევრ ეკლესიურ ქალებსაც რომ არაჩენენ არ ვიცი ხა ექიმებიც სხვათა შორის აი ჩემ მაგალითზე ხო მე ცოტა მოგვიანებით შემეძინა და ორნი ვიყავით ესე იგი მე და ჩემი უფროსი ძმა ვიყოლებით და მე პაუზა და დედაჩემს ხზე ქონდა ტრომბის პრობლემა. ეხლა საწუხებს რა და ექიმებმა რაღაცა მოკვდებიო შენ რომ 100%-იანი მოკვდებიო ესე იგი. არ გააჩინო და ნუ რაღაცა პერიოდი ახლა ადამიანი ხო ხვდებით რაღაც გეშინია რა. მე მაინც ეს რო ვინათლეთ ოჯახი და რაღაცა შევედი მოკლედ. ეკლესიური გახდა, დაფიქრდა და ბოლო გადაწყვიტა რომ გაერისკა და ორი შვილი გააჩინა კიდე და არაფერი არ მოსმევ შენივრად. რას მოვაყოლე რომ ანუ თითქოს დავალება იყო რომ აი ქალს რაც შეიძლება ისეთ იმას უქმნიდნენ რომ ნაკლები გაეჩინა. ასეთი დავალება იყო და ნუ ამას არც მალავენ ახლა რომ რაღაც კაცობრიობა არის ახლა გარკვეული მიმდინარეობები რომლებიც გარკვეული ადამიანთა ჯგუფი რომლებიც იძახიან რომ ადამიანთა რაღაც რაოდენობა რაღაც არ უნდა აჭარბებდეს თქვათ 5 მილიარდს და ეს პლანეტისთვის ესე იგი საზიანოა და ასე შემდეგ. ეს არის მეცნიერების საკითხია, მაგრამ ახლა ჩვენ რომ ასე დავიწყოთ, აგერ გადავშენდით, ხო, აღარ დარჩა. ბავშვები რო გავილი ხოლმე ხა, იგივე აზერბაიჯანულ სოფლებში რო გავილი, ბავშვები ზოგი ველოსიპედით დადის, ზოგი კალიასკით დაყავთ, ზოგი ზურგზე ყავთ აკიდებული და იქთან მიწასამუშავებენ. და ქართულ სოფლებში რო გავილი, აი ბავშვის დანახვა სანთლით უნდა ეძებო ბავშვი რა. ესეთი სამწუხაროდ ესეთი ტრაგიკული რეალობის წინაშე ვდგავართ. ტრაგიკული რეალობის წინაშე ვდგავართ, აი სამწუხარო არის. და რას მოვაყოლე ხა? არაბიზაცია არ შემოვა აბა ცარიელი ეს ბუნების კანონი არის რაღაცა. ვთქვათ. დაცარიელდება რაღაცა ადგილი, რაღაცა მოდის სხვა რაღაცა პოპულაცია შემოდის რა. აგერ ახლა გარეშეჩას უდაბნოში მარტივი მაგალითი ახლა გლები იყო ბევრი ახლა მგელი აღარ არის რაღაცნაირად არ ვიცი დახოცეს თუ რა იყო და აი ტურებით არის სავსე სანამ მგელი იყო ტურას ვერ ნახავდი ახლა კიდე აი იმდენი ტურა არის რომ არ ვიცი აი ზუსტად ამ ადგილას დაახლოებით მოტოციკლებით მოდიოდი და ძლივს მოვასწარე გაჩერება ერთი დაახლოებით 30-40 ტურა იდგა ესე გადადიოდა ჯოგივით. არ ვიცი, რაღაც ქორწილი ქონდათ ალბათ, არ ვიცი. ეგენი მრავლდებიან და არ ვიცი, აი სამწუხაროდ ქართველების გარდა ყველა მრავლდება მეგონი. გერმანიაში ვიყავი, სადაც არ ვიყავი, ყველგან აი ბავშვები, აი ბავშვებს ხედავდი რა. აქ რო გავივალი ხოლმე ბავშვები მართლაც აი თვალშისაცემია რომ ბავშვები აღარ არის. ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ თემაზე, უბრალოდ ძალიან ვრცელი ვიდეო რო არ გამომიდეს ესე იგი შევწყვეტ დავხურავ ამ თემას არ ვიცი მე შემდეგში ალბათ კიდე დაუბრუნდები ისეთი თემა არის რომ ახლა ერთ ვიდეოში ვერ ვილაპარაკებ იმიტომ ძალიან გრძელი გამო დაგემშვიდობებით მოკლედ გარეშეჩას უდაბნოდან აგერ ჩიჩხი ტურისტ კოშკიც
გამოჩნდა ამაყად აღმართული. Გავწუხაროთ იქ ვერ ავდივართ. ესეც ზუსტად ამის ბრალი არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რა თქვათ 2 მილიონის მაგივრად 9 მილიონი ვიყოთ. აგერ ბელგია ჩვენზე პატარა ქვეყანაა, მაგრამ 12 მილიონია, ხო? ტერიტორიულად ჩვენზე პატარა ქვეყანაა. ხო და ბევრნი რო ვიყოთ, ხო, ეს შევსებული იქნებოდა ეს ადგილი და ასე არ დაპატარავდებოდა ჩვენი ქვეყანა როგორც ახლა პატარავდება. კარგი, შემდეგში გავაგრძელებ ამ თემას. კიდე მივუძღვნი აუცილებლად ერთ ვიდეოს. ჩემი დაპირება თქვენ. თუ კი, რა თქმა უნდა, თუ კი როგორც დიდი ვაჟაფშაველა იყო და თუ კი სიკვდილმა მაცალა. ზოგის მემრისთვის იყოს თუ კი